მე ვარ შოთა არაბული, ჩირდილელი, ვცხოვრობ კორშაში, აქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე. ვსწავლობდი თბილისში, როცა დავამთავრე, დავბრუნდი და დღემდე გლეხურად ცხოვრობ, ეწევი სოფლის მეურნეობას. სკოლა ინტერნატი, ყავს საქონელი, სამხატვრო აკადემია. და ხანდახან დრო როცა მექნება ვხატავ ხოლმე. კორშაში დასახლება და შეიძლება ითქვას კორშის განაშენიანებაში დიდი წვლილი გაქვს. აქ ჩემ ბავშვობის დროს ორი სახლი იყო, თქვენი და თევდორესი. საცხოვრებელი. ციგან მიხასა? მე ციგან მიხა მას. ხო, ჩვენ ჩამოსახლდით აქ 64 წელს. არაფერი არ იყო. ერთი საგზაო სახლი იყო და ერთი აი თეთრ სახლი ეგ. აი ეს ორი ეს საცხოვრებელი იყო ალბათ. ხო. ორი სახლი იყო და მეტი არაფერი. ბერიას აშენებული. ეს კორშა იყო. რიყე. კორშან სოფელი არ იყო. არა. ეს იყო, იცი? ეს იყო სამი გვარის საკუთრება იყო, არაბულის, ჩინჩარაულის, გოგოჭურისა. ფინურის ტიპის სამაგანძუროს ეკუთვნოდა და აქ რო ჩამოვიდოდნენ, აი სამგზავროს, აი ბარგბინას დაიდებდნენ, ცხენებს გააბამ მოაწოვებდნენ, բայց ცხენს ვინ გაგაშვებია სხვაგან. ცხენებს დააბამდნენ. და ამათი რამეს აკეთებდნენ, აი შორიდან მოსული ხართ მგზავრი. აი ეს ზემოთა მაღაზია კორშა ეს ჩინჩარაულებისა, ბარისახულებისა ზეთამხარი. აქ ბოსლები ქონდა ხნავდნენ და საქონელი წყავდა. ზემოთამხარი რასათავია. დაბლა თავისუფალი იყო. ჩირდილში მარტო არაბულები ცხოვრობდნენ. ძველი სოფელი. უძველესი სოფელია. ჩვენ მოსვლამდე მან ვინ ცხოვრობდა, ისაც არ ვიცით. ვიღაცა დათვია მდგარაო. უქმე იძახა დათვიაო მარიანობა შომოვიდაო რაღაც ეგეთ ლექსებიც არის. ციხე მდგარა სიპერდიანი და იმას ჯვარნიერიან ახლა იქ. და დარანი ჰქონია, რომელიც ხევში ჩადიოდა წყალსთან. მაგას ამბობდია. მე ეს ციხე დაშლილა. ეხლა ყრივიას იქ მე საერთოდ არც შესულიო. აი გაზაფხულზე სანამ ბალახია მოვა, დიდი გროვა ესეთი. ოჩას ის ჩამოშილდი ქვა იქ ხრავრა. სიპერდიანი ციხერას. პირამიდული სახურავია. დარანი გვირაბი. მაგრამ ვისი იყო ეს? ეხლა ჩირდილის დაარსებაზე რამე ადრესები არაფერი არა. ბუჩუკურთაში ბუჩუკურები მდგარან, გოგოჭური მერიამისული უკანახოში უბანი უკანახული თოდა და მან ციკლაურები გუდამაყრენი მდგარან. ვა. ციკლაურები ბექაურები. მაგ ქისტაურებს საიდან აქვთ ამ? ქისტაურებს მან ამ ქისტაურებს ეს ზურაბერისთავიო ლაშქრობდა. ეს ბექაურები და ციკლაურები ახყარა მანდედან და გადავიდნენ გუდამაყარში. და მან მეციხოვენი დატყუა. ანუ იმიტომ მოდიან ეხლაც მარიანობას გუდამაყრელი მან დიდღეობას ირიმზე ფულის ანგელოზი სალოცავში გუდამაყრიდან გადმოდიან ხიტუს უღელტეხილით და ჯვარდროშას გადმოაბრძანებენ ლუც ადუღილებენ და დიდღეობას ატარებენ მარიანობაში. მან დგარა ეს მაგათი თლოშიაური, შარვანაული, მამიშვილობები ეგ მაგათი გორზამაული გუდამაყრელის ნამი ბექაურები. სადაც ამ ხეობაში ხარხელაურების ნასოფლარი არის, ხო? ის არის ხელეურთას ვეძახთ ჩვენ. ნახევარ ჩიდილს ეკუთვნის, ნახევარ უკენახოს, მან მდგარან ეს ხარხელაური. ხელეურთას. სოფელი ქონი. ტარელი თქვა რა ადგილი ხირხალ ადგილი ვარ, რასაც ცხოვრობენ. არ მოიწონა. არ მოიწონა.